გამარჯობა. Ყველა ადამიანს სჭირდება საქმიანობა, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებს. ისეთი აქტივობა, რომელიც ავიწყებს ყოველდღიურ პრობლემებსა და რუტინულ საქმეს. და რადგან ყველა ადამიანი განსხვავებულია, არც ისაა გასაკვირი, რომ თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული ჰობი ჰქონდეს. თუმცა თუ ჯერ ვერ აგირჩევიათ ის საქმე, რომელიც თქვენს ცხოვრებას მრავალფეროვანს გახდის, მაშინ ჩემი გამოცდილებით გავბედავ და ხატვას გირჩევთ. დარწმუნებული ვარ, ბავშვობაში ყველა თქვენგანი ხატავდა და ეს თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო გართობის საშუალება იყო. თუმცა წლების მატებასთან ერთად სამწუხაროდ ვივიწყებთ იმ აქტივობას, რომელიც ასე გვიფერადებდა ბავშვობას. გვეგონა რომ ხატვასთან არაფერი გქონდა საერთო, ან ჩვენი საერთოდ არ გამოგვადგებოდა. თუ ასე ფიქრობთ, ნამდვილად ცდებით. ხატვა პირველ რიგში საკუთარი თავის, თქვენი გრძნობების, ფიქრების, განცდების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა და ეს მოზრდილებს ისევე სჭირდებათ, როგორც ბავშვებს. როდესაც ჩვენ ხატავთ, წყდებით გარესამყაროს და მთლიანად ვართ ფოკუსირებული ჩვენს ნახატზე. შემოქმედებითი პროცესი ზოგჯერ იმდენად გვითხრეს, რომ სხვა არაფერი არ გვახსოვს და ეს არც ისე ცუდია. თუ გავითვალისწინებთ, რომ მუდმივად გადაღლილები ვართ სხვადასხვა პრობლემაზე ფიქრით. გახსოვდეთ, რომ ხატვის დროს თქვენ ძალიან მარტივად შეძლებთ დამშვიდებას, როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური სტრესისა და დაძაბულობის მოხსნის მხრივ. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ხატვისას ვითარდება ტვინის როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ნახევარსფერო, ასევე კონცენტრაციისა და მოტორული უნარები. იწვრთნება თქვენი ხელები და თვალები. პრაქტიკასთან ერთად კი სულ უფრო მარტივად ახერხებთ თქვენი ფიქრების უშეცდომოდ გადმოცემას. ხატვა განსაკუთრებით სასარგებლოა პატარებისთვის. ის ხელს უწყობს მათი ცენტრალური ნერვული სისტემის სენსორული და მოტორული უნარების განვითარებას. ასევე ანვითარებს მეხსიერების, აზროვნების და მეტყველების უნარებსაც. ასე რომ თუ ბავშვები გყავთ, არასდროს დაუშალოთ მათ ხატვა. ეცადეთ ბავშვი ამ საქმით ხშირად დაკავდეს. ხატვა კი დადებითად აისახება როგორც ბავშვზე, ისე თქვენზე და ის აუცილებლად შეგძენთ თავდაჯერებულობის გრძნობას და დაგანახებთ საკუთარ უნიკალურობას. გახსოვდეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორ ხატავთ. შეგიძლიათ თუ არა სწორი ხაზის გავლება ან ყვავილის დახატვა. არც თქვენ ასაკს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ხატვისთვის, გვიანი არასდროსაა. მთავარია მაქსიმალურად ესადოთ და გამოხატოთ საკუთარი თავი, თქვენი გრძნობები, ხასიათი, პიროვნება და როდესაც თქვენს ნახატს დაასრულებთ, ძალიან დიდ სიამოვნებასაც იგრძნობთ და აუცილებლად მოგინდებათ კიდევ ერთი ნახატის შექმნა. მე კი წარმატებულ შემოქმედებას გისურვებთ. დროებით.